საღამო მშვიდობის მცირე სამწყსო, ვისაც ნამდვილად გიყვართ უფალი. ეხლა წავიკითხოთ, მოусმინოთ ებრაულ გალობას და შემდეგ ვეცდები, რომ ქართულადაც წავიკითხო. ებრაული ფსალმუნები გალობა, ფსალმუნი 22. 22 ფსალმუნი. ჩავთავ და დავიწყებ. למנצח על הילד השחר מזמור לדוד. Էլի լամա ազատանի նշնავს մերթո չեմ, ռատո միմատով։ יושב תחילות ישראל. בך בטחו אבותינו, בטחו בהתחלותינו. אליך זעקו ונמלטו, בך בטחו ולא בושו. ואנוכי תולעת ולא איש, חרפת אדם ובזוים. כל רעי יליגו לי, יפתירו בשפה, יעניעו. גואל אליי יפלטנו, יצילנו, כי חפץ בו. כי אתה כוחי מבטן, מוותי חייש די ימין. הולך שלחתי מרחם, מבטן אמי אלי אתה. אל תרחק ממני כי צרה קרבה, כי אין עוזר. סבבוני קוראים רבים, אווירי בשן כתרוני. פצעו עליי פיהם, אריה טורף ושואל. כמה אם נשפכתי והתפרדו כל עצמותיי. היה ליבי כדורנר, נמס בתוך מעי. יבש כך ארז כוחי, ולשוני מודבק מלא כוחי. ולעפר מוות תשפטני, כי סבבוני כלבים. עדת מרעים יקיפוני, כוארי ידיי ורגליי. אספר כל עצמותיי, ימי יביטו ירובי. יחלקו בגדיי להם, ועל לבושי יפילו גורל. ואתה ינעל תרחק, ילותי לעזרתי חושה. הצילה מחרב נפשי, מיד כלב יחידתי. הושיעני מפי אריה, ומקרני ראמים מניתני. הסברה שמך לאכול, בתוך קהל העלליך. ירא
22 ფსალმუნი ქართულად. წავიდეთ ახლა ქართულად. ეს არის გუნდის ლოტბარს ცისკრის აღმოუწყინებისას ფსალმუნი დავითისა. ძლიერი ფსალმუნია ესა. მეგობრებო, შეგახსენებთ, სიტყვა ფსალმუნი ნიშნავს ბერძნული სიტყვა და ნიშნავს საკრავს. ფსალ ნიშნავს საკრავს და ფსალმუნი ნიშნავს საკრავების კრებულს. ანუ საგალობლებს. სხვადასხვა სიმებიან საკრავებზე უკრავდა, ასევე ტვირიზეც, ბუგზეც, შოფარზეც და სხვადასხვა წინწილებზეც დავითი, როცა გალობდა. დავიწყოთ. ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე? ეს როგორ არის? ებრაულში როგორც წეგან წავიკითხეთ. ელოი ლამა აზავთანი არის და სახარებაში ჩაწერეს საფაქთანი. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ იოანეს სახარება არ არის იოანე მოციქულის დაწერილი, იმიტომ რომ ნებისმიერი ებრაელი ფსალმუნებს კითხულობდა და სად ლამა საბაქთანი და სად ლამა აზავთანი. აი ნახეთ მეგობრებო, ებრაულში როგორ არის. ცოტა ხანი მომეცადე და განახეთ. აი ეს არის აქ. ელი ლამა აზავთანი, ეს არის ზასო. აქ ს ვაფშე არ არის ნახსენები. სს განახეთ ახლა სს როგორ არის დაიწერა, სელა არ იყო. მით ადენებს ჩემს ლავიებს თვალყურს, იქ მიხვდება ებრაულში ს როგორ არის. ანუ სხვანაირად ეწერება ს. ესეც არის ს, შ-ასოც არის ს და მეორეასოც არის ს. მაგრამ ამ შემთხვევაში ლამა მეორეასო ს არ არის, არც პირველიასო. აზავთანი არის, აზავთანი, აქ ს-ასო საერთოდ არ არის ებრაულში. ასე რომ იოანეს სახარებაში ვინც ჩაწერა ელოი ლამა საბაქთანი, აშკარად არ იცნობდა ებრაულ ფსალმუნებს და აშკარად არ იყო ებრაელი, ვინც იოანეს სახარება დაწერა. აი ეს უნდა გამოიკვლიოთ მეგობრებო და მიხვდეთ რომ არ მოტყუდეთ. გავაგზავნოთ. მე შემოგღაღადებ, მაგრამ შორს არის ჩემი შველა. ღმერთო ჩემო, მოგიხმობ დღისით და არ პასუხობ ღამით და არ არის სიმშვიდე ჩემთვის. შენ კი წმინდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. აი, შენ კი წმინდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. აქ ფსალმუნში ნახეთ როგორ არის, ამას ხშირად იმეორებენ ხოლმე ებრაელები. ხო იცით მეგობრებო, რომ მოციქულები იყვნენ ებრაელები და პავლე მოციქულიც ამბობს, რომ ეკლესიაში ყველას გაქვთ ფსალმუნებიო და ეფსალმუნეთ ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი ქრისტიანი ასრულებდა, მით უმეტეს მართლმადიდებელი. აი ამას პავლეს ამ მოწოდებას, რომ ეფსალმუნეთ ერთმანეთს. ხო მოგრეთ წეგან რომ წავიკითხეთ. ვიათა კადოშ იოშევ თიხილოთ ისრაელ. აი ეს არის მესამე მუხლი. ებრაულად. შენ კი წმინდაო, კადოშ არის ებრაულად წმინდა. მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. ვიათა კადოშ იოშევ თიხილოთ ისრაელ. თეხილოთ არის ხოტბა, ვედრება, ქება, ანუ ფსალმუნებს ქვია თეხილოთ, თეხილიმი, თეხილოთ არის ხოტბა, ხოტბათა კრებულის ნიშნავს ფსალმუნი ებრაულ ბერძნულად. ანუ რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის იუდეო ბერძნულ რომაული შერეული სექტა. აი ეს მართლმადიდებლობა. ასე რომ მართლმადიდებლობა არის იუდაიზმის სექტა. ფესვი არის ეს პავლე მოციქული ჩადასტურებს, ფესვი არის იუდაიზმი. იუდაიზმს ვერ ვაყობ თუ ქრისტიანი ხარ. მაგრამ ფსალმუნებს გიწერს, ფსალმუნებს ვერ გაწევთ გვერდზე თუ ერთით მართლმადიდებელი. და ვერც თქვენ მოძღვარს და სულიერ ჯერ ერთი მოძღვარი არავის არ უნდა დაუძახო, არავის მოძღვრები არა ვართ. ჯურის კანონში წერია, რომ მოძღვარი არ უწოდოს ასულიერო დასის წევრს. არამედ მიმართეთ მაპატიე და გვაკურთხენ მეუფეო.
მოძღვარი საერთოდ არ უნდა უწოდოს. ჩვენი მოძღვარი ერთი ქრისტე არის, სხვა მოძღვარი ჩვენ არ გვყავს. გავაგრძელოთ, შენით იმედოვნებენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც. აი რამ ხელს სიტყვებს ამბობს დავითი, აი აქ ძალიან საინტერესო რამის ამბობს, მეგობრებო, ხოთა მინდა რომ გააზრებულად წაიკითხო თითოეული მიზმორი. ანუ კაფიზმა ქვია რუსულად და ებრაულად ნიშნავს მიზმორ. ნიშნავს თითოეულ მუხლს ფსალმუნს, იმიტომ თითოეულ მუხლში არის სერიოზული ინფორმაცია, რასაც დავითი აჟღერებს. შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც. აი ვის აქვს დღეს ისეთი რწმენა, რომ აი ეს რაც აქ წერია ეს მუხლი დაიჯერონ. არავის არ აქვს. იცი რატომ? იმიტომ რომ დავითი როცა ამბობს ჩვენ მამებს, იქ არ ახსენებს წმინდა მამებს და იქ არ ახსენებს მართლმადიდებელ მამებს. იქ ახსენებს აარონიან მღვდელმსახურებს და არა მარტო მათ, არამედ ფინხასი ვინ იყო, იესონავეზე ვინ იყო, მოსე ვინ იყო, ის საჯულები და წინასწარმეტყველები, რომლებიც იყვნენ ისრაელის მამები. და ხორცილად მათგანაა ქრისტე პავლე ამბობს, ხო? ესე იგი, არსად არ არის ნახსენები მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასე რომ მეგობრებო, ვინც ფესვს მოსწყდა, მან დაკარგა კურთხევა. აღთქმელი სარწმუნოა, ჩვენ გვწამს ის ვინც აღთქმა მისცა, ის ვერ ვარყოფდა ის რაც იყო ძველში. ასევე რომ ქრისტიანობა არის იუდეიზმის სექტა, რომელიც აშკარად არღვევს და ამახინჯებს თითოეულ ფსალმუნის თითოეულ მუხლს. არავინ არც ერთ წმინდანი არ მინახია მართლმადიდებელ ტაძრებში გამოხატული ან ელია ან ზირაქი, ან იესონავეზე, ან ძველი აღთქმის პერსონაჟები. ხატებზე, ფერისვალების ხატებზე კი გამოჭიმეს იქ მოსე და ელია, მაგრამ მოსე და ელიას ღმერთი კაცო იყო იახვე. უპასუხა მათი ცინანოდა. იესო ქრისტეც ლოცულობდა იახვეს და იახვე ებრაული ტრადიციის მიხედვით არის ერთადერთი მარტო ლევადეხა ნიშნავს, რომ ის თანაშემოქმედი არ აყავს მას. ის არის თვითონ ყველაზე გამჩენი, თავად ძეკაცისას გამჩენიც არის თავად იახვე. ის არის ტრანსცენდენტული ღმერთი. ვინც ამბობს, რომ იესო ქრისტე არის იახვე, ის შეიძლება ჩაითვალოს ერეტიკოსად, იმიტომ რომ იესო ქრისტე არის ხოლოჩობილი ღმერთი და იესო ქრისტე არ არის ტრანსცენდენტული ღმერთი, ანუ იესო ქრისტე იახვე არ არის. იესო ქრისტე არის ხოლოჩობილი ღმერთი. ასე გვასწავლის სამოციქულო ტრადიცია. და ოზენაეს ღმერთს ხოლოჩობის ჩვენ არ ვუწოდებთ. ასე რომ მეგობრებო, არც ერთ მართლმადიდებელ თუ კათოლიკე ქრისტიანს არ აქვს ზირაქის ხატები, არ აქვს ძველი მამების ხატები. დავითის ხატი აქვს, ელია და მოსეც კი გამოჭიმეს, მაგრამ აქ ამბობს ჩვენი მამები. ანუ ლევიან მღვდლებზეა საუბარი, იქაც ყავდათ წმინდა მამები, წმინდანები. აბა ის 154,000 ტომი, იაკობის 12 ტომის შთამომავალი. ყველა ხო არ იყო ქრისტეს მიერ ნათლობით მართლმადიდებლად მონათლული. როგორ მოხდებიან ზეცაში 154,000 იუდას და ნეფთალემის და გადის დაშერის ტომები. ეხლა არ გქოთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ ისე. მართლმადიდებლობა საერთოდ არ არსებობდა მოსეს დროს და მოსე საერთოდ არ ყოფილა მართლმადიდებელი ქრისტიანი მით უმეტეს. კარგი, გავაგრძელოთ. შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ და შენით იმედოვნებდნენ და არ გაწვდიდნენ. მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა. ამას ეხლა იესო ქრისტე რო არ ლაპარაკობს დავითი პირით, ჩვენ უკვე ხვდებით ხო, რომ ეხლა იესო ქრისტე არ იყო და მე მატლი ვარ და არა კაცი. იესო ქრისტე ყველას უყვარდა. საძულველი ერისა რატომ უნდა ყოფილიყო? აი რომ ამბობენ, რომ 22 ფსალმუნით სპირიტო დავითის პირით იესო ლაპარაკობს. ეს არის მეგობრებო ქრისტიანული სექტა. ერეტიკოსები, ეს სქიზმატიკოსები ქვია ამათ. დამასკელი, ოქროპირი, ეს ვინც არიან კიდე ის ეპიფანე და ეს ვითომ წმინდა მამები რა. ყველა აბსოლუტურად იყვნენ სქიზმატიკოსები. ანუ სქიზმა ნიშნავს ბერძნული ერესი ეკლესიაში. ბიზანტიის ბერძნული ერესი, რომელმაც სამოციქულო ეკლესიაში შემოიტანა მოსეწყდულობა. რაც ჯულით გაუქმებული არის. აი საცეცხლის გულისხმობა.
ქრისტე არ დადიოდა საცოცხლურით და მით უმეტეს მეოთხე საუკუნეში და პირველ საუკუნეში არც ერთი არანაირი მიტრა არ არსებობდა. მიტრა შემოიტანა საბერძნეთის ბიზანტიის იმპერია. ბიზანტიის იმპერიის კეისრებს და ბიზანტიის იმპერატორებს ეფარათ თავზე ეს მიტრები. ასე რომ მოციქულები და ებრაელები მით უმეტეს თავზე გარშოკებით არ დადიოდნენ, არც ქრისტე არ დადიოდა, მით უმეტეს ქრისტე მღვდელი არ იყო. ეს ისე რომ იცოდეთ. ყველა ვინც მე მხედავს, მე დამცინის, მქირდავენ და თავს აქნევენ. აქ უფალი ჩაწერი, უფლის მაგრად იახვეს მიენდო, მას მანვე იხსნას, მანვე უშველოს თავის სასურველს. რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე. ეხლა რა თქმა უნდა, ამ სიტყვებს ეხლა იესო ქრისტე არ ამბობს. და ვერც იტყოდა ამას თავის თავზე, იმიტომ რომ იესო ქრისტე ჯერ დაბადებული არ იყო. ასე რომ ეს სიტყვები წინასწარმეტყველება კი არა, ეს სიტყვები არის დავითის. გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე, ამას იესო ქრისტე როგორ იტყოდა ხოლმე. გავაგრძელოთ. შენით ვიმედოვნებდი დედის მუცლიდან, დედის წიაღიდან შენახარ ჩემი ღმერთი. აი ეხლა ვინც ცოტა ტვინი მაინც აქვს საერთოდ აზროვნებს რა, თუ დარჩა ესეთი ხალხი მართლმადიდებლობაში, მათ გეკითხებით. 22 ფსალმუნი თუ იესო ქრისტე ლაპარაკობს დავითის პირით, აი ამ სიტყვებს მეგობრებო, იესო ქრისტე ვერ იტყოდა, იმიტომ რომ ის ხო ღმერთია. როგორ იტყოდა, რომ დედის წიაღიდან შენახარ ჩემი ღმერთიო? ვის ეუნება ამას, კაცო, იესო ქრისტე? თუ აქ დავითის პირით იესო ლაპარაკობს. თუ მეტყვი რომ აქ დავითის პირით იესო არ ლაპარაკობს და შემდეგ მუხლებში ლაპარაკობს იესო და ეს არის წინასწარმეტყველება, ეს ასკარად იუდაიზმის სექტის წევრის წარმომადგენლებისგან არის გაშღერებული. როგორ კაცო, 10 მუხლი თუ დავითი ლაპარაკობს, დანარჩენი მუხლები რა, დავითი აღარ ლაპარაკებს და იესო ლაპარაკობს? ეს ხო თვალებში ნაცრის შეყრა, მეგობრებო და გამომხიზეთ და სასულიერო პირებსაც მოგმართავთ, რავი, აქ ყავს მეგობრებში და თქვენც რა, ეს მართლმადიდებელი ქრისტიანებად რო იწოდებით და არც კი იცით რომ მონათული ადამიანი ვალდებულია აღარ აკეთოს ცოდვა. ვალდებულიო, კაიგე. მონათული ადამიანი არის ქრისტეს ძმა, მეგობარი და ღმერთი მამის მემკვიდრე და ქრისტეს თანამემკვიდრე, რომელიც გააშორდა ეშმაკს, გაახდა ღვთის მეგობარი და ეშმაკის მტერი. რომელიც აღარ აკეთებს ცოდვას, დიახაც ასე წერია მოციქულთა დადგენილებებში. შეწყვიტა ცოდვის კეთება. აი ეს არის მონათლული ქრისტიანი. და არა ის რომ რასაც ახლა თქვენ აკეთებ და ამას აღსარებას უწოდებთ. აღსარება ეს არის ბერძნული ტერმინი ჰომოლოგია და ნიშნავს წმენის აღიარებას. რა წმენის და რჯულის აღსარებელი ხარ. ეს არის ჰომოლოგია, ანუ აღსარება. პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტემ პილატეს წინაშე აღიარა თავისი აღსარება. და თუ აღსარება ცოდვების აღიარებაა და ქრისტიანი კვლავინებურად უნდა ცოდავდეს, მაშინ ქრისტემ რა აღსარება ჩააბარა პილატეს წინაშე. ლოგიკური კითხვა, ასე უნდა იაზროვნოს ყველა. თუ სიმართლისმცემელია თქმა უნდა, თორე რამდენია სქიზმატიკოსები სასულიერო პირებში, ღმერთმა უშველოს ქრისტემ გაპატიოთ. გავაგრძელოთ. ნუ გამშორდები, რა კი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის. ამას იესო ქრისტე არ იტყვის, მეგობრებო, იმიტომ რომ იესო ქრისტე ამათი აზრით ხო მართლმადიდებლობის ღმერთია კაცო. ღმერთი როგორ იძახის, რომ არავინ არის შემწეული და ნუ გამშორდები, ვის თავის თავს მიმართავს კაცო. ირგვლივ მომადგენ მე ძლიერი მოზვრები ბაშანის ხარემარ კალის შემომარტყეს. პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა მსხვერპლს გადავნებულმა და ბრდღვინავმა. ეს ხატოვნად ლაპარაკობს აქ დავითი. ვითარცა წყალი დავიყვარე და დაიშანენ ჩემი ძვლები. ცვილს დაემსგავსა ჩემი გული დადნა ჩემს გვამში. ნახე? სასულიერო პირები, რავი ესენი თუ რამე საერთოდ არიან აზრზე, იძახიან, რომ იესო ქრისტეზე დაწერილი იყო ძვალი მისი არა შეიმუსროსო. და იმიტომაც არ გადაუნტრიოს ძვლები ჯვარზე ქრისტესო და ჩამოხსნისო. რადგანაც წერილი უნდა აღსრულებულიყო.
აგერ მეგობრებო, დავითი პირდაპირ ამბობს, რომ დაიშალა ჩემი ძვლებიო. რას კი ძვალი მისი არ შეიმოსროს. პირდაპირ წერია, რომ ძვლები დაიშლებაო და შეუმოსრული ძვალი როგორ იშლება ერთი ძალიან მაინტერესებს. ცვის დაემსგავსა ჩემი გული დადნა ჩემს გვამშიო. თან ამას ამბობს სიცოცხლის პერიოდში მეგობრებო და თუ წინასწარმეტყველებდა აქ იესო თავის თავზე რანაირად არ შეეხო ძვლებს დაშლა ერთი ამიხსენეთ ვინმე რა. ჩემი ძვლები დაიშალენ ხალხო. მესამე დღეს კი არავდეხი მკვდრეთი თუ დაიშალა ჩემი ძვლები ვაგე წაიკითხეთ. რატო არ უფიქრდებით ხალხო აი ამ ფსალმუნებს და რატო აზიზღებთ უცხო სარწმუნოების წარმომადგენლებსაც საერთოდ ღმერთს და რატო ასწავლით არასწორად საერთოდ თელს ამ იუდეო-ქრისტიანულ ნამდვილ წმენას რატო ამახინჯეთ? მოციქულებს, რა თქმა უნდა, ფსალმუნებს ვერ გაცდებით, ვერც ერთი ქრისტიანი ვერ უარყოფს ფსალმუნებს, იმიტომ პავლე მოციქულთა ბურჯად წოდებული 16 ეპისტოლია მარტო ახალ აღთქმაში პავლესი და ის აბსოლუტურად ამბობს, რომ ფსალმუნები უნდა იკითხოთ ეკლესიაში, როცა იკრიბებით. ჯობია ეკლესიაში 5 სიტყვა თქვა გასაგებად, ვიდრე მრავალი სიტყვა წარმოთქვა და სმენას ვერაფერი ვერ გავაგებინო. მე პირველი კორინთელებში წერს ეს მაგას პავლე მოციქული. გავაგრძელოთ. გამოიფიტა ჩემი ძალა ვითარცა თიხა, ენას ასაზე მიმეკრა და ჩამიყვანეს სიკვდილის მიწამტრამდე. ხედავთ? რადგან გარ შემომეხვინენ მე ძაღლები, ბოროტა ხროვა წრეთ შემომერტყა, გამიხვირდეს ხელნი და ფერხნი. ეხლა აი ეს მუხლი, მეგობრებო, მე-16 მუხლი არის მიზმური დავითის ფსალმუნის. აქ ამბობენ ეს მართლმადიდებელი ერეტიკოსი, სქიზმატიკოსები. ანუ ერეს იერარქები კიდე სხვები არიან. ძველ მართლმადიდებლებაში შემორჩნენ ესეთები, რომ იზახია, რომ უცოდელი ადამიანი არ არსებობს. ეს არის მაგათ ვეძახი მე ერეს იერარქებს. ანუ და ამათ ვინც არიან სასულიერო პირები მართლმადიდებლობაში, ანუ ძველ მართლმადიდებლები არ არიან, მაგრამ მართლმადიდებლობას იბერალებენ, იმათ ვეძახი სქიზმატიკოსებს, იმიტომ რომ მოსესხლობა აქვს დაბრუნებული ღვთის საწმინდაში. ეგ ხო ტაძრები არ არის, კაცო, ტაძარი იყო ერთი იერუსალიმის ტაძარი, დანარჩენი იყო საწმინდრები. იქ მოციქულები რო იკრიბებოდნენ თუ ქრისტიანები თუ რასაც ქვია, ხო, მიმდევრები, ქრისტეს მოყვარულები, ჯერ ერთი თეთრი სამოსები, ეს თეთრ სამოსიანებს ეძახდნენ. ქრისტიანები ანტიოქიაში აქვს თორე. ისინი თავს არ თვლიდნენ ქრისტიანებმა და არც ერთი ქრისტეს მიმდევარი ქრისტიანად არც ასაღებდა თავს კაცო. შენ იცი რას ნიშნავს თქვა მე ქრისტიანი ვარ? მე ქრისტიანი ვარ ნიშნავს რომ მე ვარ უცოდელი და უცხო ცოდვისაგან. მე ქრისტიანი ვარ ნიშნავს უცოდვეს ხალხო. ქრისტიანი არ ნიშნავს ცოდვეს. ქრისტიანი ნიშნავს ქრისტეს კვალზე მიმავალს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. მონათრული ადამიანი ვალდებული არის აღარ აკეთოს ცოდვა. მონათრულმა ადამიანმა და მით უმეტეს ქრისტიანად თუ იწოდება, მიატოვა ცოდვის კეთება ხალხო. და თეთრ სამოსიანელებს იცახდნენ. თეთრ სამოსიანელებს. ესენი იყვნენ ნამდვილი ქრისტეს მიმდევრები, ვინც პირველად იწამა იესო ქრისტეს სიტყვები. ხო და რაც შეეხება ამ ფსალმუნს, ებრაელები არასად არ ამბობენ, რომ აქ საუბარია ქრისტეს ჯვარცმაზე. აი ეს მუხლი მოყავთ ხოლმე ქრისტიანებს, რომ აქო დავითი ამბობსო, დავითის პირით ამბობს იესო თავის ჯვარცმაზეო, რომ გამიხვიტეს ხელნი და ფერხნი. გამიხვიტეს ხელნი და ფერხნიო და აქ არისო ქრისტეს ჯვარცმაზეო. ეს არის ტყუილი მეგობრებო და გეტყვით. რატო? პირველ რიგში არანაირი ინფორმაცია არ არსებობს იესო ქრისტეს ჯვარცმის შესახებ. არანაირი ქრისტეს ჯვარი არ იყო მე-4 საუკუნიდან ნაპოვნი და თუ ესეთი სანუკვარი და რელიკვია იყო ეს ქრისტეს ჯვარი, რომელსაც მოციქულები ასე საგულდაგულოდ შეინახავდნენ, რა თქმა უნდა, ის სადმე ვიღაცას კი არ უნდა ეპოვა მე-4 საუკუნეში, ის მანამდეც უნდა იყო რელიკვია და ხელს შეუხებელი, აი ხაზგასმით ვიძახი ამ სიტყვებს. ქრისტეს ჯვარი თუ ის მარტო ჯვარზე მოკლეს, უნდა ყოფილიყო ხელს შეუხებელი. რა დაანაწევრეს და ტაძრებს დაურიგეს, ხო არ უბერავ თქვენას საერთოდ. მე ვეუბნები მართლმადიდებელ ქრისტიანებს. მე არ ვიცი ქრისტე მოკლეს თუ არ მოკლეს და ეს ფსალმუნის ეს მუხლი ეხება თუ არა ქრისტეს ჯვარცმას, მაგრამ მე რო ჩემი რწმენა გამემყაროთ და თქვენ დამაჯეროთ რომ ქრისტე ჯვარზე მოკლეს,
ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ხო? თუ ეს წინასწარმეტყველება იესოზეა, მანახეთ იესო ქრისტეს ჯვარი და ვიწამებ ამას. თუ იესო ქრისტეს ჯვარი არ არის და ფაქტი არ აქვს, რატო უნდა დაგიჯეროთ თქვენი ზღაპრების, რომ ის ჯვარი დაანაწილოს და ეკლესიებს დაუვიგეს? როგორ შეიძლებოდა ხალხო ასეთი სიწმინდის და რელიკვიის დანაწევრება? ან კიდე იმ ჯვარზე იესო ქრისტე რომ მოკლეს, რომ ჩამოხსნეს იმ საღამოთი, იმ ჯვარზე ამდენი ხნის მერე სხვას აღარ გააკრავდნენ. ცოტა ხო უნდა იაზრონოთ ხალხო. ან კიდე 4 საუკუნე ის ხე როგორ გაძლო ამდენი ხანი რომ არ დალპა. ან არ დაწვეს, ან რა ვიცი, როგორ შემორჩა. ან საერთოდ იქ არც არის საუბარი ჯვრის პოვნაზე, კაცო, ჯვართამაღლებას და იმას რო ეძახიან. ჯვრის თაყვანისცემას დღესასწაული რომ გამოაცხადეს ამ სქიზმატიკოსებმა. არანაირ ჯვარზე არ არის ხალხო საუბარი. ქრისტემმა თქვა, დაედგით ქეძგა ჩემი მუღალი რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და დაამატა ისწავლეთ ჩემგან. მას არ უთქვია რომ ჯვარი იწამე და თავზე რაღაცა ეკრის გვიგუნები დაიგი და ასე იარეო კაცო. ვინც ჩემსავით არატარა ჯვარიო, არ არისო ჩემი ღირსიო, თომას ახარებაში ამბობს. რა ჯვარი ატარა ქრისტემ სიცოცხლეში. ასევე პავლეც ამბობს, მე ქრისტესთან ჯვარს ვეცვიო. პავლე მოციქულს თავი მოკვეთეს ხალხო, რა ქრისტესთან ერთად ჯვარს ეცვა. ჯვარს მან პირდაპირ გაგებით ხის ძელზე დაკიდება ყოფილიყო ხო. პავლე ხო ამას არ იტყოდა რომ ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცვიო. და ხო არ იტყოდა ქრისტეს მიმდევრებზე რომ მათო ის ვინც ქრისტესნი არიანო, მასთან ერთად ჯვარს აცნულეს სხეულები თავიანთი ნებებითა და მანკიერებებითო. ასე რომ მეგობრებო, დავითის ეს ფსალმუნი არანაირად არ ეხება ქრისტეს ჯვარს, რომ იქ ხელები გამიხვიდეს და ფეხები გამიხვიდეს და 1000 სისულელეები რა. ნაბუქოდონოსორმა რომ დაიპყრო ისრაელი და გადაბუგავდა და იერუსალიმი ნანგრევებად აქცია, პირდაპირ წერია ბრძანებაში, გამოიიღეთო ძელისა ხახლისა მისგან ძელი და მიამსჭოლეთო ხეზეო, პირდაპირ ის ადამიანებიო და გამოიყვანეს ისრაელის ხალხი, როცა დაიპყრეს და მიამსჭოლეს ძელზე. ძელზე გაცმა იყო ეგვიპტეშიც, ბაბილონშიც, რომშიც და კართაგენშიც სხვათა შორის. სხვადასხვანაირი ფოლზე, ამიტომ აქ არ წერია რომ ჯვარზე მოკლეს იესო და ხელები და ფეხები იესოს გაუხურდეს. აქ არის საუბარი მეგობრებო, დავითის კნესა ისრაელზე, ისრაელის ხალხი რომ განადგურდებოდა ნაბუქოდონოსორის ხელით. აი ამაზეა ეს წინასწარმეტყველება. წადით სინაგოგაში და შეეკითხეთ ნებისმიერ რაბის. შეეშვით რა ცრუ მადიდებლებს, ბერძნულ მართლმადიდებლურ რაღაცა მართლა ხროვას, ბოროტ მადიდებლებს ესენია. დაფიქრდით მეგობრებო, კარგად დაფიქრდით რა. მე მიყვარს ადგილი, მე არ ვერჩი არაფერს ამ ტაძრებს და ამ რაღაცებს, რაც ამათ მააშენეს ღმერთის სახელზე რაც კეთდება, კარგია ყველაფერი, მაგრამ როცა სწავლება არის გაუკუღმართებული და მართლა ძაღლების ხელში ესეთი ძვირფასი ინფორმაციები არ უნდა მიხვიდეთ მეგობრებო მაგ ტაძრებში. ტაძრებს, რომელსაც გვირგვინად დაადგეს თავზე გუმბაზე ოქროს ჯვრები, იმ ტაძარში იესო ქრისტე არ შედის. იქ ზის სატანა. და როდესაც ესეთი ტაძრები აშენდება და გეტყვიან რომ მოდით აქ იარეთ, არ მიხვიდეთ იგივე სასწრაფო პირებთან და არ მიხვიდეთ მაგ ტაძრებში მეგობრებო, ჩემი გამოცდილებიდან გევონებით. მე ვიყავი იქ, მე დავდიოდი და ამიხიდა ღმერთმა თვალები და დამანახა სწორი გზადაც, ნამდვილად დამანახა, ნამდვილი ქრისტე და ნამდვილი ღმერთი ვინ არის. ეგზორცისტუმ პატრემ არის ლათინურად. ყოვლის სამყრობელი მამა, ყოვლის შემძლე იახი. აი ეს არის მეგობრებო სიმართლე და თუ თქვენ ამას ეწინააღმდეგებით, მოსპობა გარდაუვალი არის. ენოქის წიგნი მაგითო გააკრეს 91 თავის 4 მუხლში. ენოქი ამბობს რომ არსებობენ დედამიწაზე ადამიანები, რომელთაც უსამართლობა არ ჩაუდენია და არავით არის საჩივარი არ დაწერილა მათზე, ანუ უცოდველები არიან. აი რატო ამოიღეს ენოქის წიგნი და ძალიან კიდე ბევრი რაღაცა გოლიათებზეც რო არის საუბარი. გოლიათებზე ეძახიან ვარ არსებობენ, ეს სულელები ესენი, საწოდავები ქრისტემ გაპატიოთ. გოლიათების შესახებ წერია ფსალმუნებში 92 ფსალმუნის 1 მუხლში და ესაია წინასწარმეტყველების 26 თავის 14 მუხლში, 19 მუხლში უბრალოდ შეგიძლიათ ნახოთ მეგობრებო. როგორ დაამახინჯეს ყველაფერი. გავაგზავნოთ. რადგან გარშემო მიხვდნენ მე ეს თქვით ხო, ანუ ესე იგი ეს ფსალმუნი იესო ქრისტეს ჯვარცმაზე არ არის.
გამიხუტეს ხელი და ფეხი აქ იძახის დავითი და არა იესო დავითის პირით. ასე რომ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არის ახლა რაბინული განმარტებები YouTube-ზე სავსე არხები და შეგიძლიათ რომ არის ერთ-ერთი რაბინი ლემოში ქვია თუ რაღაც ესეთი. ქართველი რაბინებიც არიან და შეგიძლიათ შეეკითხოთ, ეს მუხლი არის თუ არა იესო ქრისტეს. გეტყვიან რომ არა ეს სულელია. იესო ქრისტე მაგათ არც მიუღიათ, არასოდეს არც ყოფილა მაგათი მესია კაცო. ჯერ ერთი მესია წინასწარმეტყველი არ არის და თუ წინასწარმეტყველი იყო იესო, მით უმეტეს წინასწარმეტყველი ღმერთისგან არის და არა ღმერთია წინასწარმეტყველი. ღმერთი წინასწარმეტყველი არ არის. რადგან ღმერთი წინასწარმეტყველთა პირით ლაპარაკობს და წინასწარმეტყველებს აგზავნის, ეს იმას ანიშნავს, რომ ღმერთი თვითონ არის წინასწარმეტყველი. წინასწარმეტყველი ღმერთი არ არის, წინასწარმეტყველი არის კაცი, რომლის პირითაც თავად იახი ლაპარაკობს. ასე რომ ქრისტე თუ წინასწარმეტყველი ეგონათ, ის არის ვერანაირად ვერ იქნებოდა ღმერთისგან, რადგან ღმერთს არ ყავს ღმერთი. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება, ისინი მიჭრედნენ ნიშნის მოგებით. ეხლა ნახე უყურე. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება, იესო ქრისტე თუ ეს იესო ქრისტე ჯვარცმაზია, იესო ქრისტეს ძვლები ვინ დათვალა? იესო ქრისტეს ძვლებზე საერთოდ არ არის მეგობრებო საუბარი. ის რომ მოკვდა მესამე დღეს ხო აღდგა, ეგეც სასწაული არის. 3 დღე 2 დღეში როგორ გამოყავთ კაცო. 2 დღე 3 დღეთ როგორ აქციეს, ეგეც მიკვირს. პარასკევ დღეს თუ ჩამოხსნეს ძვლიდან და შაბათი თენდებოდაო, გიწერია სახარებაში კაცო. ერთი ამიხსენე მესამე დღეს რანაირად აღდგა ქრისტე. ან თუ აღდგა აქ დავითი და დავითი მაღაზი აღდგომაზე ლაპარაკობს და ქრისტე ჯვარცმაზე ეს მოკლე ქრისტე ჯვარცმაზეა, ჩემი ძვლები დაითვლებაო, ქრისტე ძვლები ვინ დათვალა ერთი ძალიან მაინტერესებს რა. ხო და გაიაზროთ მეგობრებო რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოციქულები იყვნენ ებრაელები, იუდეველები, იესო ქრისტე იყო იუდას ტომიდან სახარების მიხედვით. და შენ ბეთლეემ არაფრით ახარს მცირედი რაიმე 1000-ეულთა იუდას ტომთა შორის, რადგან შენგან გამომივა მხსნელი უკუნისიდან არის მისი წარმოშობა. ხო არის მიქა წინასწარმეტყველებაში. და ამას ქრისტეს მიეწერა. მით უმეტეს იუდას 1000-ეულთა შორის არაფრით ახარ მცირესიო ბეთლემო. აი სისულელია მეგობრებო, ვინც იზრახის რომ ქრისტე იუდეველი არ იყო და ქრისტეს წინადადოდ არ გაუკეთეს. აბა მე-40 დღეს მარიამა და იოსებმა ტაძარში რომ მიიყვანეს და სიმონ მიიქმელმა მიიქვა ყრმა ხელში, ესე იგი ყველაფერი ტყუილი ყოფილა რა. და განწმენდის წესი შეასრულეს ლევიანთა წესის მიხედვით. 2 ხუნი და გვირითი რომ მიუყვანეს. მე-40 დღეს. რა ვიცი მეგობრებო, ამათი წმინდანებიც მაგარი არეულები არიან. ჯერ ერთი მართლმადიდებლობაში რატოა ძალიან დიდი ხარბეს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა აღიარებს მოციქულთა სწორად და წმინდანად კონსტანტინე რომის იმპერატორს. კონსტანტინე რომის იმპერატორს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იყო მზის თაყვანისმცემელი და ბოლოს სიკვდილის წინ ეგეც ლეგენდა არის მასზე, რომ მოინათლა არიანელი ეპისკოპოსისგან ევსები ნიკომედიერისგან, რომელიც გადასახლებაში ყავდა და თავისი დის კონსტანცია იმპერატრიცას შუამდგომლობით დააბრუნა, ისე აღადგინა ეპისკოპოსის ხარისხში. აი ადამიანები, რომლებიც თავრობა უწყვიტავს, იმპერია უწყვიტავს, შენ მღვდელი იქნები თუ არ იქნები ეპისკოპოსი, ის მეგობრებო არ არის ქრისტეს საძმოს წევრი. კარგად დაიმახსოვრეთ რა. სიმართლე მწარი არის, მაგრამ ხო უნდა იცოდოთ რის იგზამთ კაცო. გადახედეთ ისტორიებს რა. კრელობები, მრუშობები, ქრისტეს სახელით იმდენი ბოროტება აქვს მართლმადიდებლობას და კათოლიციზმს, მეგენი ხო ერთი და იგივეა კაცო. კათოლიკობა მართლმადიდებლობის გარეშე არ არსებობს და მართლმადიდებლობა კათოლიციზმის გარეშე არ არსებობს, იმიტომ რომ ყავს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ხო? ხო და კათოლიკოსი სიტყვა კათოლიკური ეკლესია, იქ წამსი, ნიკეის წამსი რასაც წირებზე გაკითხები, მეგობრებო, ეს არის კათოლიკური წამსი, მართლმადიდებლური არ არის. მართლმადიდებლური რაც იყო, ისინი გადაასახლეს. ნიკეის კრების შემდეგ თრაკიაში და ნიკაში. და მართლმადიდებლური წამსი ქალაქ ნიკაში მიიღეს, თრაკიის ქალაქ ნიკაში მიიღეს გადასახლებულმა ეპისკოპოსებმა. ისინი იყვნენ მართლმადიდებლები. და ვინც დარჩნენ ნიკეის კრებაზე, ისინი იყვნენ კათოლიკები. და წამში წერი აქვს, წამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. იქ მართლმადიდებლობა ამოგდებული არის.
ანუ ნამდვილი მართლმადიდებელი ვინც იყო, იმას დაარქვეს არიოზელები, არიანელები და მოიშორეს თავიდან. იმიტომ თვითონ ევსები კესარიელის თავის წიგნში La ecclesiastica theologia, ამ საეკლესიო თეოლოგია პირდაპირ ამხელს და ამბობს, რომ კაცო, ძეს, ანუ ლოგოს ღმერთს არ აქვს თანდაყოლილი და მარადიული დიდება მამისგან განსხვავებით. როგორ შეიძლება მამა და ლოგოსი ერთ და იგივე ღმერთი იყოს? ან როგორ შეიძლება მამა და ლოგოსი ერთი ღმერთი იყოს? თუ არ არის ლოგოსი განცალკევებული ღმერთი, ეს კაცი წერს, რომ მაშინ ესე იგი ვის ვინც გაკაცდა უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კაცება შეეყო მამასაც რა. თუ ცალკე ლოგოსი არ არის, ხო? და თუ ცალკე მამა არ არის ის გარაშე, გამოდის ის ვინც განკაცდა, იყო თვითონ ტრანსცენდენტული ღმერთი და ეს უკვე ერესია ხალხო. ამ ყველაფერს თქვენ არ წაგაკეთებთ, მაგრამ მადლობა ღმერთს, გამოიცა ენოქის წიგნი და გამოიცა ხამე და იქ დაწვრილებითა მაქვს რა მოხდა ნიკეის კრებამდე, ნიკეის კრების შემდეგ. მეორე წიგნის გამოცემასაც ვაპირებ საღვთო სამებისათვის, კაისკელი წიგნები არის და თუ დაინტერესდებით, მე არ მაქვს იმაზე საუბარი, კაცო, ვინ არის ახლა გიჟებზე, მე არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი შიზოფრენიკი დადის მაგ ტაძრებში. მაგათი ნერვები მე არ მაქვს. ვისაც გაინტერესებთ ეკლესიის ისტორია და ქრისტიანობის ისტორიით, ვინც ახლა დაინტერესებული, ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთ. გადმოგცემთ ამ წიგნებს. რა თქმა უნდა, ყველას არა. იმიტომ რომ ბევრი არის, რომელიც ამახინჯებს ჩემს ნათქვამს. რაღაცას ვიტყვი ხოლმე და დამწამებენ ის, რომ შენო სიტყვებზე დახტიხარო და 100 ადამიანებს მეგობრებო ჩამოშორდით. ყველა სულს ნუვენდობით გამოცადეთ ჯერ წმენაში. და როდესაც გამოცდით და შეატყობთ, რომ ის საღათ აზროვნებს და მოგდეთ აზროვნებაში, იმას გაყევით. გამიგეთ? იმას ენდეთ, იმას მიეცით თქვენი წიგნი. ვინც არ მოგისმენთ, ის ქრისტეს არ უსმენს, ასე რომ ასეთ ადამიანები ჩამოშორდით. ვინც კლავინდებურად ძმად იწოდება და მრუშობაშია და ცოდვაშია და სიძვაშია. პავლე მოციქულიც გვაფრთხილებს, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ძმად იწოდებიან და კლავინდებურად ცოდავენ, ჩამოშორდით. რადგან უსამართლოების სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. და უსამართლო ადამიანი არის ცოდვილი. სიტყვა ცოდვილი ნიშნავს ულჯულოს. ანუ უსამართლოს. დავითის ფსალმუნებში წერია კიდევაც. შერიცხი ამპარტავანი წყეული არიან, რომელთა გარდა აქციებს ცნებათაგან შენთა 92-იან. ხო, ამპარტავანები თუ შერიცხა და წყეულები არიან, როგორ იცახი რომ ცოდვილი ხარ კაცო. თუ იცახი რომ ცოდვილი ხარ, ესე იგი ამპარტავანი ყოფილხარ შენ და გეზიზღება შენ ქრისტეს და ქრისტეს ეკლესიას და ქრისტეს ხალხს. და ზიზღი არის სიამაყიდან, ის წვერი რომ მოგიშვია და ხალხსო თიცუშვე და ამხელ ჯულის კანონიდან ჯერ საკუთარი თვალიდან ისწავლე დირის ამოღება, რომ სხვაში ბეწვის ამოღება შეძლო. სიყვარული უნათესო, ერთადერთი ვალდებულება ეპისკოპოს ქრისტესგან მიეცა ის, რომ უნათესო სიყვარული. სხვა რამე არ უნდა ილაპარაკოს, მით უმეტეს ეპისკოპოსმა. თან ლაივებით და იმეებით, არაფერი განსხვავდება ისეთი ეპისკოპოსი ამბადოროთესგან, მოჯაყე და მიამბოხესგან, რომელსაც თვითონ აქილიკებს, გამოდის და ლაივებში ითხოვს საეკლესიო სამართლის აღდგენას და რაღაც საპატრიარქოს მხილებას და რაღაცა სისულელეებს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოს თვითონ ეკლესიის ხალხმა, ხალხისგან უნდა იყოს. ეპისკოპოსად შენ მინდა გადგინა კაცო. ხალხმა უნდა გერჩიოს, აქციოსო იქ მღვდლები კი არ იძახდნენ მაგას კაცო. იქ იძახდნენ ადამიანები, რომლებიც ირჩევდნენ ბიზანტიის იმპერატორს. აქციოს იმას ეძახდნენ, რა შუაში ეს თქვენს ხელდასხმასთან, ან მოციქულთა ტრადიციასთან მე არ მესმის თქვენ. რაც გაწყობთ იმას ეკრება და რაც არის ის დაივიწყეთ. კართაგენის სოფლიო საეკლესიო, უბრალოდ კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრება ხო თქვენთვის საერთოდ ზღაპრებია, იქ არ ითვალისწინებთ იქ რა დოგმები მიიღეს ეპისკოპოსებზე ხო. რაც გინდა და გაწყობთ იმას ურჩევთ სხვებსაც და ამოდეულეთ თვითონ არ ღვებთ იმას, რაც დაწერეთ. პირდაპირ წერია მოციქულთა დადგენილებებში. მონათლული ადამიანი ვალდებული არის აღარ აკეთოს ცოდვა. და ღვთისგან შობილი მეგობრებო, არავინ სოდავს. ის, ვინც მოინათლა და კლავინდებურად აგრძელებს ცოდვაში ცხოვრებას, ის თუ არ მოინანიებს, განწირულია ჯოჯოხეთის ცეცხლისათვის, მეგობრებო. ამას მე არ ვიგონებ. კრებებმა დაადგინეს ეს, კრებებმა კართაგენის საეკლესიო ადგილობრივი კრება იყო და მოციქულთა დადგენილებები და ასევე კლიმენტი რომაელის
ამას ასწავლის, რომ მონათრული ადამიანი არის ის პიროვნება, ვინც შეწყვიტა ცოდვის კეთება. გაიგეთხარ ხო? ღვთისგან შობილი არავის ცოდავს და მიზეზად ხსნი ადგანს ბოროტი ვერ ეხება მას. ღმერთი იცავს. ჩემი ძვლები დაითვლება, ისინი მიჭვეთა ნიშნის მოგებით. ესე იგი, იესო ქრისტეს ჯვარცმაზე არ არის ეს ფსალმუნი, მეგობრებო, იმიტომ რომ აქ არის ჩემი ძვლები დაითვლება, იესო ქრისტეს ძვლები არავის არ დაუთვლება. ასე რომ თუ აქ გახვრით ეს ხელი და ფეხი ჩემი დავითი იესოზე ლაპარაკობს, იესო დავითის პირით ლაპარაკობს, მაშინ გამორიცხულია რომ ეს მუხრიც იესოს არ ეთქვა. აბსურდია ეს უბრალოდ, მეგობრებო. სახარება არ იცი ხალხო. აი მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარო და მართლმადიდებლობა პირდაპირ მოითხოვს რომ მონათრული ქრისტიანი არის ეშმაკის მტერი. ესენი ეშმაკის მეგობრები არიან ხალხო, ქრისტეს მტრები არიან ესენი. კაცი რომელიც იძახის ცოდვილი ვარ და უცოდვილი ადამიანი არ არსებობს, ის არის ეშმაკის მეგობარი. იმიტომ რომ იოანეს პირველი წერილის მესამე თავში, მე-6 მუხლი წერია, ის ვინც კვლავ ცოდავს მონანიების და მონათვლის შემდეგ, იმიტომ რომ ნათლობა ხო სინანულისთვის არის, წყლის ნათლობა. ამის შემდეგ თუ კვლავინდებურად ის ცოდავს, მას არ შეუცვნია ღმერთი და ის არის ეშმაკის შვილი. რადგან ეშმაკია ცოდვის ბატონი. და რასაც ემონები იმისი მსხვერპლი ხდები. კარგად დაფიქრდით ხალხო, ვისთან დადიხარ და რას აკეთებ. აი ეს აღსარება, რა ის ზიარება ავაზაკი ცხონდა ზიარება და აღსარების გარეშე. საქციელებია ქრისტიანობა და არა ტაძარში სიარული და აღსარება და ზიარება ხალხო. ეს ყველაფერი ტყუილია. გატყუებენ ეს ხალხი. და მაქედან დაიწყებს ქრისტე მოკითხოს, როცა მოვა და ეთქვის. შენი სახელით ეშმაკებს განვასხავდით, აი აკაკი, მამა აკაკი როა. ეშმაკებს განასხავდა ქრისტეს სახელით. აი მაგეთნაირებს ეთქვის ქრისტე, არ გიცნობ თქვენ ორჯულოების მოქმედება. წარვედით ჩემგან. ბიჭო, ქრისტიანი და საცეცხლურით ხელში და თავზე გარშოკებით ვის გაუგია ხალხო? რომელი მოციქული დადიოდა გარშოკებით თავზე და ხელში საცეცხლურით ამიხსენი ხო არ უბერავთ თქვენ ასავლეთ. აი ეს ჩემო ქვეყანა რა დღეში ხარ ამ დღეში. გავაგზავნოთ. ჯერეთი ებრაული ფსალმუნები არის ებრაული ხალხო. ფსალმუნები უნდა იგალობოთ ხალხო, კი უნდა წაიკითხოთ. მე ახლა გალობით მოусმინე და მადლობა ღმერთს განმარტებებს ვაკეთებ. არ მინდოდა ამდენი ლაპარაკი. და ვინც ბევრს ლაპარაკობს, ბევრ შეცდომასაც უშვებს. მე არ გამოვრიცხავ შეცდომას არ უშვებ, მაგრამ გადავამოწმეთ ვეონები შეადარეთ. პირდაპირ ჩემი ძვლები არ დაითვალება, ჩემი ძვლები დაითვლებაო და აქ თუ იესოს ჯვარცმაზეა, რომელი ძვლები დათვალეს ერთი ამიხსენ. ჩემი ძვლები დაითვლება ხო? რომელი ქრისტეს ძვლები დაითვალა ერთი? ქრისტე ჩონჩხად იქცა ხო? აი ეს შეაზრეთ თავი კათოლიკებსაც, მუსლიმებსაც და ბუდისტებსაც და რავი ინდუისტებსაც და სულ ყველასაც. აი თქვენი თავიანთ მაგამ ამ პარტავნობით. მართლმადიდებელი რო ხარ, კაცო, ხალხს უნდა შეაყვარო თავი. შენი წმენა უნდა შეაყვარო, ქრისტე გააცნო. გამოიკეტე კედლებში და მამა იაკობი და ჯერთი მღვდელს არა აქვს უფლება წვრილიც გაკრეჭის. აი წმინდა ნიკოლოზიო ხატზე როგორ არისო? წმინდა ნიკოლოზი ხატზე მიტრა ადგას, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის დროს მიტრები არ იყო. მიტრა შემოვიდა მე-8 საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში. სად იყო მიტრა? ნიკეის კრებაზე მიტრა არავის არ ეფარა ხალხო. ნახეთ ძველი ფრესკები და ყველას აქვს თავზე წვეტიანი ორი ქუდი, ორი წვეტი, აი როგორც რომის პაპს აქვს დღეს. მაგას ეძახდნენ ვარშავამ ძველ ქართულად და დოლბანცაც ეძახდნენ. იქ საერთოდ წერია მიტრა ლევიანთა წიგნში, მიტრა არც ერთ მღვდელმთავარს იერუსალიმის ტაძარში არ ეფარა კაცო. ეს არის ბიზანტიიდან მოპარული რაღაცა სისულელი. მე არ მესმის უბრალოდ ამ ხალხს მეუფეებს რატო ეძახით რა. აი მეუფე არის ბიზანტიის იმპერატორი. ვასილეო ესე ეძახდნენ. ხო, აი მეუფე, ვასილეო ბრძანებელი იგივე რა. მე ეხლა მეუფესთან და მეუფეო მაპატია გვაკურთხე მეუფეო. რა უნდა გაპატიოს რა? არაფერს არ ანანებთ, რა უნდა გაპატიოს? არატოს თქო პატიებას იმას, რასაც არაფერზე არ ანანებ. როგორ უნდა გთხოვ პატიება იმაზე, რაც არაფერი ჩამიდენე შენ თანდასწორ. რა უნდა მაპატიო? მაპატიო და მაკურთხე მე. ეონები რა ჩეულებრივად ისინი არიან რა.
ბატონებად აყავთ თავი და ის მომიტანა წადი რას კუტაში ტოლი ნახე კოჭი გააგორელა. რაღაცა ხო არ გეშლება თქვენ აბა ერთი შემოხედეთ კარგად. ენოქის წიგნი დამალეთ მე გავაცოცხლე იცით თქვენა. ყველა მოციქული აბსოლუტურად ქრისტეს მოწაფ ენოქის წიგნს აღიარებდა. მეოთხე საუკუნემდე სანამ ეს კონსტანტინე არ მოეთრა. თავს მართლმადიდებლობაზე დებენ. მართლმადიდებლები კი არა ხართ ბერძენის სქიზმატიკოსები ხართ, რომელიც რუსეთმა გამხილა და წაგართვათ ყველაფერი და გადააკეთა თავისებურად. დაგადგათ გარშოკებით თავზე. ჯერეთი მიტრაზე ჯვარს არავინ არ იკეთებდა იერუსალიმში. და საერთოდ იერუსალიმში ჯვარსაც არ აღიარებდა ებრაელები. რა ჯვარზეა საუბარი კაცო? კონსტანტინეს დედამ ელენე დედოფალმა ძელი ცხოველისა იპოვა, არა ჯვარი ცხოველისა. და ეგ ჯვარი თუ ხის ფორმა იყო, მაშინ რომელ ჯვარზე მოკლა პავლემ საკუთარი თავი. რომ ამბობს ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცვი. გამიგრძელა ახლა ლაპარაკი ალბათ ასე იყო საჭირო. ჩავამთავროთ ერთი ეს ფსამუნი, აბა 22 ფსამუნი, ერთი ანა ერთ არის ქრისტეს ჯვარცმა. და შენ იახვე მე ამ დროს უფალოს არ ხმარობ მეგობრებო, იმიტომ რომ ღმერთს აქვს სახელი კონკრეტული, ადონაი საბაოთ არის ებრაულად. ამიტომ რაც არის იმას უწოდებ რა ეხა. ებრაულად იახვეა, მე ვიტყვი ადონაია, ამიშენობა გინდა ადონაი უფალო თქვი, გინდა საბაოთ უფალო, გინდა იახვე, გინდა იეჰვა. მე ვიძახი იახვეს და შენ იახვე, ნუ დამშორდები სიმსდავრე ჩემ და შეწედი გამოეშური. ხო ეხა რა თქმა უნდა იესო ამას არ ლაპარაკობს ხო რომ იესო თავის ღმერთად იახვეს არ აღიარებდა. არც ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი იახვეს არ აღიარებს როგორც იესოს მამად. ისინი იძახიან რომ იეჰოვა არისო სამებაო. აი რამხელა ხელობაში არიან. არა უშერო ღმერთმა პატიოს გაუხსნას. გულისყური ხო ამბობს კიდევაც პავლე დაუბნელაო გულისა და გონების თვალიო ღმერთმაო რომ ხედვით ხედავდნენ და ვერ ხედავდნენ. ესაიაშიც არის ესე ხო? არა უშუალოდ მეგობრებო, ჩვენ ვlocilobთ რომ ამ საწოდავების თვალები აეხილოთ. დაინახონ რომ აი ქრისტეზე არაფერი არ წერია. ეს წმინდა მამებმა მოწამლეს და ამ ბერძენმა და კათოლიკე სქიზმატიკოსებმა მოწამლეს ეს ხალხი. აიძულესო ტაძარში ევლოთ და ის ტაძარს დაარქვეს ეკლესია რა და ეკლესია შენ ხარ კაცო. ეკლესია არის სხეული ქრისტეს. და არა ქრისტიანობა. გადაარჩინეთ ჩემი სული მახვილისგან და ძაღლთაგან ჩემი სიცოცხლე. ეხლა ეს მუხლი მეგობრებო თუ ქრისტეს ჯვარცმაზეა და აღდგომაზე არის. რა სულის გადარჩენაზეა საუბარი მახვილისგან. იესო ქრისტეს ფერჩი უგმირეს ლახვარი. მახვილზე უძლიერესი ბასრი წამწოდებული შუბი. და აქ წერია რომ გადაარჩინეთ ჩემი სული მახვილისგან და ძაღლთაგან ჩემი სიცოცხლეო და იესო ქრისტე მახვილით არ მოკვდა, აბა რა ვითი მოკვდა. და ესო არ მოეწონათ ამბობთ თქვა ესო იესო ქრისტე ჯვარზე უკვე მკვდარი იყო და შედალოც მკვდარი თუ იყო რაღაცო შეუჭრეს ის გულში შუბი კაცო თუ მკვდარი იყო. გადაამოწმეს? აქ თუ წერია რომ მახვილი არ შეეხებაო და ჩემი სული მახვილისგან არ მოკვდებაო, გადაარჩინეო, რანაირად შეუჭრო მახვილი შუბი. და მკვდარი კაცისგან სისხლი და წყალი როგორ განმოვიდა კაცო? წყალი საიდან განმოვიდა მიცვალებული სხეულიდან ერთი. რა სისულელეებს იძახიან ხალხო ღმერთმა აპატიოს. რამხელა სისულელებს იძახიან. ისე სხვადასხვა ერთი შეპყრობილი იყო და პირდაპირ თქვა აიო ხო გადავიღე ესოზე ფილმი ხო შეგაცდინეთო. შეპყრობილი ქალი იძახის მაგას რომ იესოს ჯვარცმაზე ფილმი გადააღებინა. არავინ არ მოუკრავთ ხალხო. ტყუილია იქ მეგობრებო. ძველახმას ახალახმასთან არაფერი კავშირი არ აქვს. პავლეს ისეთი ციტატები მოყავს, რაც საერთოდ არ წერია ძველახმაში. ამოიძირკება ხალხიდან და აღზრდიქიო შენ მძინარაო განგანათლებ შენ ქრისტეო. ესეთი სისულელები ძველახმაში არ წერია. საერთოდ ქრისტე ბერძნული სიტყვაა და ებრაულად საერთოდ არ ხმარობდნენ მაგ ქრისტეს. რატო უნდა ითქვა პავლეს რომ ესაია მაგას ამჯერად ესაია მაგას არ ამბობს გაიგუძე მძინარაო. მსგავს რაღაცას ესაიაში ვერ იპოვეთ ხალხო. არ ვიცი მე ხა პავლეს რა თუ რა ქონდა. აშკარად ჩანს რომ ახალი აღთქმის პავლე საერთოდ გარტყმაში არ არის ძველი აღთქმის თორის განმარტების. რადგან პავლე იყო ეგ დრო ძველი აღთქმა არ იცოდა. თან მით უმეტეს კიდევ ერთხელ მეორე. 22 ფსამუნი იწყება ღმერთო ჩემო რატომ მიმატოვე. ამ სიტყვებს იესო ჯვარზე თქვაო და აგე დავითი იძახის. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი მეგობრებო, იმიტომ რომ ჯერ ერთი
ელოი ელოი ლამა საბაქთანი არ უთქვია იესოს. ებრაულად არც ერთ ებრაელი არ იტყვის საბაქთანს. და წაიკითხეთ კიდევ აზავთანი არის. ლამა აზავთანი ნიშნავს რატო დამტოვე. და თუ ღმერთი იყო იესო და ჯვარზე იყო, ღმერთი და ღმერთი მოკვდა, რატო ეუბნება ჯვარზე, რატომ დამტოვე ღმერთო? ღმერთმა ღმერთი დატოვა კაცო. ხო და აი ესეთ რაღაცებს მეგობრებო აუცილებლად უნდა იაზრონოთ რა. აი კიდე გავაგრძელოთ. მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტოქის რქისაგან. ეხა აი ამას რომ იესო ქრისტე არ იტყვის თქვენ ვერ ახვდებით საერთოდ. იესო ქრისტეს რა შეჭირდება ლომის ხახისაგან დაახსნა და მარტოქის რქისაგან? ის ხო ყოვლის შემძლე ღმერთია სამების მიხედვით, ხო და თვითონ შექმნა ლომიც და მარტოქაც. და ვის ევედრება მიხსენი ლომიდან? ადამიანური ბუნებით ევედრება დავითის პირით? და თვითონ იყო ეს ადამიანის ღმერთის თუ რა სისულელეებს იძახიან, უბრალოდ მე არ მესმის. აი ამ ხალხთან დადიხართ თქვენ და ეძახით მეუფეებს? ესენი იცი ვინ არიან საერთოდ? ვინ აფინანსებს და ვინ დგას მაგათ უკან საერთოდ იცით თქვენა? კათოლიკე მართლმადიდებლებზე მაქვს საუბარი. მე არ მესმის უბრალოდ ქრისტეს გიკლავენ თვალწინ და ეძახით რომ მეუფე და მამაო და მოძღვარო. ქრისტე გეუბნება რომ მოძღვარი არ დაირქვათ საკუთარ თავებზე. ეს მარტო მღვდლებს კი არ ეხება, მრევლსაც ეხება და თქვენს გეხებათ, ქრისტიანებო. რომ გამოდიხართ იმ მღვდლებიდან და საკუთარ თავს ქრისტეებს უწოდებთ და ვიღაცის მოძღვრებათ ასახებთ თავს, ეკლესიიდან გამოგდებულები. მე ყოველთვის მაგას ვიძახი, კაცო, ჩემი თავი არავის არ გაუგდია. მე პირობები შემექმნეს, რომ წავსულიყავი და აღარ მეგალობა, იმიტომ რომ ჩემი საუბრები და ჩემი თეზისები აბსოლუტურად დამხარებული არის ებრაელთა ღმერთზე. ეს რომ თქვი, რომ არავითარი მარადქალწულობა და არავითარი იოსები და მარიამი არ იყვნენ ცოლქმანი და არც იესო არ იყო და არაფერი ეს ყველაფერი ტყუილია. მაგიტომაც მოხდა, რომ შეინანე უნდა დაბრუნდიო, თორე ჩემი თავი კი არ გაუგდიათ, კაცო. მე შემიჩერეს გალობა ამის გამო, რომ მე დაუბრუნდი ებრაულ ფესვს. და ვთქვი, რომ არანაირი მარიამი არ იყო მარადქალწული. რომ მარიამს ყავდა შვილები იოსებისგან, ისევე როგორც იესო. და ეს გიწერია თქვენ მათესახარებაში, ქმარი მარიამისა არ გაკარებია მას, ვიდრე არშო მისი ძე იესო, ხო? რა ვიცი ხა თქვენ ეგმუხლი ესე არ უნდა გაიგო, ისე არ უნდა გაიგო, 1000 სისულელეებს იძახით. ის ტერმინი ვიდრე უკვე ნიშნავს იმას, რომ ესე იგი იესო რო გააჩინა სასწაულებრივად მარიამმა, იმის შემდეგ უკვე იოსებთან ქონდა ეხა კავშირი. მაგრამ ესენი იძახიან რომ არ ქონდაო. როგორ კაცო, დედა შენი და შენი ძმები გელოდებიან იესოს ეუნებიან და დედინაცვალი კი არ უხსენებიათ იქ. შენი ძმები კი არ ეთყოდნენ კაცო. და ეს მამა გაბრიელი კიდე წერს რომ იაკობი თუ ხორციელი ძმაო ქრისტესიო, მეო მაშინ ასეთ ქრისტესი არ ამწამსულა. ეს კაცი როგორ არის ხალხო წმინდანი არ გამაგიჟოთ. კაცი რომელიც მათე სახარების ბოლო მუხზე არ გაკარებიაო ვიდრე არშვა ძეო მაგ მუხზე ამბობს რომ ეს არის მკრეხელობაო და ღვთისგმობა არისო ეს მუხლი არ უნდა ეწეროს მათე სახარებაში. ეს კაცი ყავთ წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელი. და მე ვიღაცას რო კითხე ეს და იმან მითხრა ეგო ალბათ მაგი არ იტყო და ალბათ ჩაუმატესო და დავე არგი რა სისულელეა. ხო გამოცემულია საპატრიარქოს კურთხევით. ხო წერია. რომ გაბრიელი მაგას წერს. აბა ეხლა მე მაგა არ მომიფიქრებია ეგ. იმდენ სისულელეებს წავაწყდი მართლმადიდებლურ წიგნებში რომ კი არ მეცინება ხალხო მეცოდებიან რა. აპარტავნურად არ ვიძახი, იმიტომ რომ მართლა საწოდავები არიან ხალხო. ეხლა კაცი რო იტყვის რომ მათესახარებაში კრეხელობა წერიაო, ეგ მუხი არ უნდა ეწეროსო. ის ჩემ თვალში რავი მე მაგის წმინდანობას ეჭქვეშ დავაყენებდი. პირადად მე რო ყოფილიყავი საპატრიარქოს სინოდის წევრი ან ეპისკოპოსი. სერიოზულ თემაზე გელაპარაკებთ ხალხო, მე არ ბოდა ზოგიერთი სასწორებისგან განსხვავებით. წყაროებიდან გელაპარაკებთ. ხო, რა შეეხება იმას კიდე, რატო არ გეშინიაო ლევან ამდენს რომ ლაპარაკობ რომ მოკლავენ. ამდენი გაუსაკებიოთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე ვარ ხელშეუხებელი იმ გაგებით რომ ვერავინ ვერ შემეხება მე, იცი რატო? იმიტომ რომ მე არასდროს არ ყოფილვარ მღვდელი. მართლმადიდებელი მღვდელი. და მე ყოველთვის ვეუბნებოდი ყველას რომ მე უკვე ვარ ქრისტეს მღვდელი. როგორ ახარ მეუბნებოდი? იმიტომ რომ ვარ რომ სანამ მოსე და არონი დაარსებდნენ იერუსალიმის ლევიტელურ მღვდლობას,
მანამდე მოსეს სიმამრე იყო ით რომ მღვდელი. ხო იყო. აი ხო და ის მღვდელი ვარ მე მეთქი. იმ მღვდლობას მივიდევ. მე მწამს სამყაროს შემოქმედი რომ ის ერებს არასწავებს. მე მწამს რომ სამყაროს შემოქმედს აქვს სახელი და მას აქვს უფლება აირჩიოს სხვა ერები და თავის საყვარელი ერი. მაგრამ ეგ იმას ანიშნავს რომ ის არ არის მთელი ქვეყნიერების ღმერთი. ის არაბების, მუსლიმების ღმერთიც არის, ქრისტიანების ღმერთიც არის, კათოლიკების ღმერთიც არის და ბუდისტების ღმერთიც არის. ის არის ყველას მამა. ის არის სამყაროს ქვეყნიერების ერთი ღმერთი. როგორც წამდა მოსეს სიმამს ითროს. აი იმ წმინეს მღვდელი ვარ მე. და არა მართლმადიდებელი მღვდელი. ასე რომ მე თუ არ შევდივარ მართლმადიდებელი მღვდლების იურისდიქციაში, ეს იმას ანიშნავს რომ მე უარყოფ. იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე და მოწაფეების გარეშე ძალიან ბევრი მისდევდა ქრისტიანულ მოძღვრებას და მოციქულებმაც აუგზავნეს, მაგრამ ქრისტემ უთხრა გავუშვი, ისინი ჩვენთან არიან, ჩვენი მტრები არ არიან. ასე რომ მე მართლმადიდებლობის მტერი კი არა ვარ, მე ვარ სიმართლის მეგობარი. მღვდელი ღვთისა, რომელიც უნდა იყოს უცოდველი და უნდა იყოს მაცნი, ანუ ანგელოზი ღვთისა. და მისი პირიდან სიცოცხალი ქადაგება და სიცოცხლის სიტყვა უნდა იქადაგებოდეს. ეს სიცოცხლის სიტყვა არის სიმართლის მსახურება, სიყვარულში და სიკეთეში მეგობრებო. არ შეიძლება რა მუსლიმების მოძულება, არც კათოლიკების მოძულება, მართლმადიდებელი როცა ხარ, არ უნდა გავიწყდეს ქრისტეს სიტყვები, ჩემთან მოსულს არ გავაგდებ. გავაგზავნოთ 22. ჩემს ძმებს მოუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის ეკლესიაში შეგაგებ შენ. რა თქმა უნდა, ხა იესო არ ლაპარაკობს. თუ აქაც იესო ლაპარაკობს, მაშინ ეკლესიაში ვის შეაქებს კაცო იესო ქრისტე? ნეტა ვის შეაქებს თავის ძმებს ვის უწოდებს? თავის ძმებს შორის ვის სახელი უნდა შეაქოს? ვის სახელი უნდა მოუთხროს იესო ქრისტემ თავის ძმებს? თან ეკლესიაში. ეს ლათინურად იერონიმის თარგმანი, იმიტომ ჩავწერე ებრაულიდან თარგმნა ლათინურ ენაზე იერონიმი პირველად. პირველი თარგმანია ეს ფსალმუნების. ეკლესია უწერია ამასაც თარგმანში და ამიტომ კრებულთა შორის არის, კრებული არის ეკლესია, ეს ჩავწერე მეც თარგმანში, ეს არის ზუსტი თარგმანი. ინტერხაზური თარგმანია ეს ებრაულიდან ლათინურ ვერსიაზეც გადამოწმებული. ასე რომ პირველი ფსალმუნები იყო აი ეს ამ ენაზე. და ეს ძველქართული ფსალმუნები თარგმნეს სულხან-საბა ორბელიანმა სომხურიდან. არ არის ორიგინალი ფსალმუნები, არც არსებობდა ფსალმუნები ძველქართულად, არც ლოშკის ბიბლიაში არ არის ფსალმუნები შეტანილი. და სხვათა შორის ებრაელები ფსალმუნებსაც ცოტა ერიდებიან. იმიტომ ფსალმუნებში სხვა იახვე არის. ისეთი არა, როგორიც მაგათ თორაში უწერიათ. მაგალითად, მე-5 საუკუნეში შემდგარ გამოცემულ არაბინულ ბიბლიაში კაინესის სახელის წოდებით არ არის შესული ფსალმუნები, მეგობრებო. ასე რომ ფსალმუნებს ისლამიც აღიარებს 150-ს. 150 სურას უწოდებს, რომ ალლაჰმა დაუდს მისცა ფსალმუნები. და მასში არის სიცოცხლე. იაჰვეს მოშიშნო ადიდეთ იგი, პატივის წეს იაკობის თელმა მოდგმამ და გეშინოდეთ მის წინაშე ისრაელის თელო მოდგმავ. რადგან არ დაამცირა მან და არ გულებელყო, ტანჯვა გლახაკისა და არ მოარიდა პირითვისი და უსმინა მას, როცა მოუხმოვდა. მინდა შეგასხა ხოტბა მრავალ კრებულში, მის და მოშიშთა წინაშე გადავიხდი აღთქმულს. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ იესო ქრისტე არ არის. რა აღთქმული გადაიხადა იესო ქრისტემ, ხალხო, კარგით რა. ჭამულღატაკთა და გაძღნენ და ადიდონ იახვე მისმა მაძიებლებმა. სამარად ჭამოთ იცოცხლონ თქვენმა გულებმა. გაიხსენებენ და იახვესთან დაბრუნდებიან. ქვეყნიერების ყველა კიდენი და თაყვანს ყველა ტომი ხალხების. ხედავთ მეგობრებო, ვაგოიმ აი ებრაელები რო გოიმს თითქოს ცხოველთან არ იგივებენ. გოიმ ნიშნავს ებრაულად ტომს. უცხო ტომს, ხალხებს, ტომი ხალხების. აი ამას ნიშნავს. ასე რომ მეგობრებო, გოიმი ანიშნავს გაუნათლებას, პერიოდს, ცხოველს, როგორც ესენი დეზინფორმაციას უწოდებენ ებრაელებს, აზიზღებენ ისლამსაც და ქრისტიანებსაც, მუსლიმებსაც და ქრისტიანებსაც ებრაელებს აზიზღებენ, არ არის მას, იმიტომ რომ ჭეშმარიტი მორწმუნე, მით უმეტეს იესოს მორწმუნე, აბსოლუტურად ითვლება ებრაელად.
თუნდაც მუსლიმი იყოს, ის მაინც ებრაელია. ესე არის ისრაელის სახლის წევრი ხდება. ესე იგი, აქ საუბარი არის, რომ იახვე არ არის მარტო იუდეველების ღმერთი, აქ არის მთელი ქვეყნიერების და ყველა ტომის და ხალხების ღმერთი, რომელსაც ყველა ხალხი სცემს თაყვანს. აი გასაგება წერით. აი ეს ბოლო მუხლებს წავიკითხავთ და დავასრულებ ლაივს. თუ გინდა კითხვები მანამდე დაწერთ. რადგანაც იახვეს შვენის მეფობა და ის არის ხალხთან ბრძანებელი. ხედავთ? ებრაელების კი არა, ხალხთან ბრძანებელი იახვეო. ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქეთს მოიხრის ყველა, ვინც მტრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალოს თავისი სულით გადარჩენა. ანუ მუსლიმიც, ბუდისტიც, ქრისტიანიც, მართლმადიდებელიც თუ ასე თუ ისე, ყველა აბსოლუტურად თაყვანს სცემს ებრაელთა ღმერთ იახვეს. აბსოლუტურად ყველა. იმიტომ ეს არის მთელი ქვეყნიერების და ხალხთან ბრძანებელი. მთელი ქვეყნიერების ღმერთი და ხალხთან ბრძანებელი. მხოლოდ ის არის ერთი, მარტო ლევად ეხა მის გარეშე სხვა არავინ არ არსებობს. იესო ქრისტეც ემსახურება მას. რადგან მისი წინასწარმეტყველია. მისგან მოვლენილი. შთამომავლობა ემსახუროს მას, მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ. მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობის, რაც მოიმოქმედა უფალმა. აი მეგობრებო, ამისი თქმა მსურდა. მერე მოდის 23 პსალმი, ამას ალბათ მერე დადებენ ებრაელები და შევეცდები, რომ ეს ნაწილი, რაც მომაწვის სულიწმიდით ეს ამის განმარტება, ის თქვა და რაც გამიგია ებრაელებისგან გადამოცემებით, ის ვისაუბრო. მე არ გირჩევთ, არც იმას მოგიწოდეთ, რომ დაძრებში არიაროთ ან რაღაცა, მაგრამ ეძებეთ ღმერთის შინაგანად, ამას გიტყვით, ამას გირჩევთ. მე ვარ ერთადერთი მტკიცებულება, ერთადერთი, იმიტომ რომ ჩემნაირად ამას არავინ არ გეტყვით. და არა ერთ-ერთი. შეიძლება ერთ-ერთიც ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთადერთი ვარ, ვინც ასე სიღრმისეულად გიხსნით თუ რა სიმცდარია მართლმადიდებლობა. ეს არის ბიზანტიური სქიზმა. წავედი მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ალბათ თქვენ იცით. თუ რაღაცა იქნება, კომენტარებით ამეწერეთ და როცა შევძლებ გიპასუხებთ. თქვენ ვის აღიარებთ ღმერთად? კარგი კითხვა არის. ღმერთი არის ერთი, ეს არის იახვე ცაბაოთი. ფსალმუნებში მოხსენებული არის აი ამ სახელით. აი ეს იახვე. ასე რომ ნებისმიერი ქრისტიანი, რომელიც ისახის, რომ ჩემი ღმერთიო არისო იესო, ეს იესო არ არის. იმედები მინდა გაგიცნობთ. და თუ იძახის, რომ იესო იაჰოვე არ არის და იესო არ არის ძველი აღთქმის ღმერთი და რაც ბევრია სამწუხაროდ სასულიერო შორის მსგავსი აზრის გამოხატულები, პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ახალი აღთქმის აღიარებით ძველ აღთქმას ვერ უარყოფთ. იმიტომ პავლე პირდაპირ ფსალმუნებზე მიუთითებს და ფსალმუნები იაჰვეზე არის. დავითი უგალობდა იეჰოვას და იეჰოვა სამება არ არის. იმიტომ რომ ის არის მარტო ლევად ეხა, მხოლოდ შენ ახარ ერთადერთი, მთელი ქვეყნიერების მეფე. და იესო არაფერი არ არის მამის გარეშე. ასე რომ იესო ქრისტე არის მხოლოდშობილი ღმერთი. და მას წერილი ეშმაკსაც უწოდებს წუთისოფლის ღმერთს. და სიტყვა ღმერთი ნუ დაგაგმოთ, მეგობრებო, იმიტომ რომ უზენაესი არის ერთი და არა კომპოზიტი ღმერთი, რომ სამეული ერთ არსებაში. არც ერთ მოციქული ამას არ გადაგებდა და არც თავად ქრისტე არ იძახის, რომ მე ღმერთი ვარ და ჩემზე ილოცეთ, პირდაპირ ამას ავდივარ მამა ჩემთან და მამა თქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. ის რომ ღმერთი ყოფილიყო, ამას არ იტყოდა, რომ ჩემს ღმერთთან ავდივარ, ხომ მეთანხმებით. ღმერთს ღმერთი არ ყავს ხალხო. წოდებით ღმერთები კიდე ეგრე ისრაელსაც უწოდა, ჩემი პირმშროძია ისრაელიო და ღმერთები ხართ და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყოველნიო და აბა რანაირად ხა იესო თუ კაცისზე იყო, კაცის ძეს რა უნდა ზეცაში აცო. თუ ის მარიამის ზე იყო, თან იესო იძახის არავინ ასულაო ზეცაშიო, ციდან ჩამოწული კაცის ძის გარდაო და შედალოცულო შენა, თუ ეს კაცის ზე ადამიანური ბუნება იყო და მარიამისგან დაბადებული იყო, რატო უნდა გონებოდათ იქ მოციქულებს და ხალხს, რომ ეს იყო ელია წინასწარმეტყველი ან იერემი ან ვიღაცა ღვთისგან მოვლენილი ძველი პიროვნება. და ვიღაცა ტვინაღზობი მეტყვის, რომ რეინკარნაცია არ არსებობს.
ხო ხდებით მეგობრებო, რომ ზღაპრებში ცხოვრობენ რა. სხვადასხვა პავლე მოციქული ამბობს მიატოვებენ მასუდგუნებენ მოძღვრებას და ზღაპრებს დაუბრუნდებიან. თავისი ჟინით აირჩევენ მოძღვრებსო. ანუ მამაურებს რა. და მიატოვებენ საღმოძღვრებას. და იუდეველთა ზღაპრებს დაუბრუნდებიან. ეგრე არ არის, აბა გადახედე. ნებისმიერ მართლმადიდებელი გააჩერე და გეტყვის ადამი დაეცა. დაეცა რა ის შუშტაკოლა კიდე. ვერიქით პავლე ამბობს რომ ადამი კი არ დაეცა კაცო ევა შეცდაო და ევაც თუნდა ადამი არ შემცდარო. რა ადამი დაეცა რა ის ტორულა. თან ადამი კი არ დაეცა კაცო ადამი გახდა ღმერთივით ერთ-ერთი მათგანი. შემცნობელი სიკეთის და ბოროტებისა. და მიხვდნენ შიშვლები იყვნენ. შედაუცილო ენა ადამიანის რუყოფილი ქმედება იყო, რას ქვია მიხვდნენ მიუხვედრებლები იყვნენ აქამდე ღმერთმა არასრულყოფილი შექმნა არსება შექმნა ადამიანის სახით და ღმერთი უყურებდა ადამიანს. ან ვინ აკვირდება იახვეს რომ ადამიანს საქმეს. ვინ არის ის მესამე პირი, ვინც თუ იტყვიოს სულიწმინდა, ესე იგი სულიწმინდა არ იღებდა მონაწილეობას ადამიანის შექმნაში. იმიტომ რომ უყურებდა ის იახვე როგორ ქმნიდა ადამიანს და თვითონ როგორ იტყოდა რომ იახვემ შექმნაო. და ის იახვე მე ვიყავი, მაშინ იტყოდა მე შექმნიო. არა იახვემ შექმნაო. ვინ არის ის მესამე პირი, ვინც აკვირდება იახვეს რას აკეთებს. ან გველმა რა იცოდა იახვეს რახვები რომ თუ შეჭამთო არ მოკვდებითო. საიდან იცოდა იგი მოკვდებოდნენ თუ არ მოკვდებოდნენ. ან მართლა გითხრა თუ ღმერთმა არ ჭამოთ. საიდან იცოდა იქ ღმერთმა რა უთხრა დამდევას რა. ისმენდა იქა გველი? თუ გველი ისმენდა რატო დაეჭდა მაშინ? მართლა გითხრა თუ. ანუ ესე გამოდის რომ ადამი ისეთი არაცნობიერი არსება იყო და ისეთი ტუპიაკი იყო, არასრულყოფილი ქმედება რომ დაიჯერა რომ გველმა უფრო მეტი იცოდა თავის შემქმნაზე ის ვინც გველი შექმნა. და ვიღაცა ტუპიაკი გაუნათლებელი მეუბნება რომ ადამიანში ეს გველშიო ეშმაკი შევიდა. შედალოცდო შენა ეშმაკი საერთოდ არ არის ნახსენები 60-ეულ ბაღში. რა ეშმაკი შევიდა გველში? ან თუ გველში ეშმაკი შევიდა გველის არაბრალი იყო კაცო. გველი დაწყეველი და ეშმაკი დაუწყევლელი დატოვა და ხელი დააფარა ეშმაკს, ეხლა არ უბერავ თქვენ საერთოდ. ჯერ წმენა საიდან აქვს აღებული? ებრაელი მოციქულებისგან, ხო? ეხლა ნებისმიერი მოციქული დაასახელი რომელი მოციქული ვაყოფდა ფსამუნებს და ეს ფსამუნები რომ ერთ ღმერთზეა და ეს იახვე რომ იესო ქრისტე კი არა, იესო ქრისტე არის კაცი ისე, რომელიც ფსამუნებში მოხსენებული არის უზენაესის ცხებულ პიროვნებად და ასე მხოლოდ შობილ ღმერთად. ხო? აღწერია ზუსტად რომ მხოლოდ შობილ ღმერთს ღმერთმა მისცა ძალა 67-29 მოხდის. შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა ძალა ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის. იესო ქრისტე არაფერია მამის გარშე. მას მამისგან განსხვავებული ნებელობა აქვს. და ეს ჩანს კიდევაც რომ იესო ქრისტე აზრებსაც იცვლიდა. და ღმერთი არ არის ადამიანი და კაცი რომ აზრები შეიცვალოს. წერია იქ ოსიეცია 13-11 თავში. იესო ქრისტემ რამდენჯერ შეიცვალა აზრები. ამავე და სასმისიო ვისეუნებაც. აზრის შეცვლა არ არის, მაგით არ მოხდი შედალოცილო მოკვდარიყავი ჯვარზე, რას ქვია ამავე და სასმისი. ეხლა აღარ გინდა, ადრე შენინებით მოხვედი და ეხლა სული აღარ გინდა, მე თან ვისეუნება იყო შენინება და არა ჩემი, ანუ ადამიანი ეუნება, ადამიანური ბუნებით არ უნდა და ღმერთს უნდა და მისი ისეთი, აი სისულელე რა მეგობრებო. უბრალოდ დაფიქრდით რა ვიცი. სიყვარულით მიუდექით, ცოდვები არიან მაინც და რა ვიცი. მე იმედი მაქვს მაინც რომ ახალგაზრდა თაობა მოდის და ქუჩაში ბავშვები ცემეს და ეს აღარ მინდა სახელი და გვარი დავასახელო. გამოდის ეს ქლიავი ეს რა, ქლიავი, სუფთა ქლიავი. და იქიდან გაყვირის ამბა დოროთეზე რომ აღეო ქუჩაში ვიდგაო იქ მიტინგებს აწყობდაო და ხო მოიშორეს ღდრობიდან რა უნდა დაო. შენი შვილი რომ ვიღაცამ გიცემოს ქუჩაში არ ჩაერევი? გული არ შეგტკივა? იქ მაგის მრევლი ცემეს ის თქვენი მრევლიც არის, ჩვენი მრევლიც არის და მთელი ქრისტიანობის სამრევლო ეს ადამიანები ჩვენი შვილებიც არიან. ჩემი შვილიც თუ ყოფილიყო და ეცემათ მეც ჩავერეოდი. მიუხედავად იმისა რომ არ ვარ მართლმადიდებელი მღვდელი. და საერთოდ ამჭირდება მე ლამაზ-ლამაზი ზიზილ პიპილოების ჩაცმა, თუ კი ვიღაცა ჩემს შვილს წემს და
ამის გამო მე ვიღაცა დამაჯილდოებს ოქროს ჯვრებით და თავზე მიდრას დამადგავს. მე არ ვაკოცებ იმ ხელს, რომლის ხელის მოჭრეც მწადია. რას თქვა ის ამბა დოროთემ, რომ ნათლობის კურთხევა და სახლის კურთხევის უფლება ჩაუმერთვაო და ისედაც მეზარებოდაო და ეს რა თქვა, ხო? ბევრსაც მაგის ვაჟკაცობა არ აქვს, ეგ აღიაროს. რომ მართლა ეზარებათ. მე რამდენჯერად სახლის კურთხევაზე ხუძები დამიპატიჟებია და რაღაც უნდა ჩაეწერო, მე ფული გადაუხადე, მე ისა მე მოაბრძანე, მოდით რა, არ მინდა რომ ცოტა უხეშად გამომივიდეს და კარგად ბრძანდებოდით. მოციქულები ფეხშიშველები დადიოდნენ და ქრისტიანობა 326 წლამდე საქართველოში არ არსებობდა. მით უმეტეს თბილისში. ქალმა შემოგიტანათ ქრისტიანობა და ქალი არ აყავთ მდელი და რა ის ქრისტიანები ხარ, ჯერ ერთი ჯვარი ქრისტემ სად შემოიტანა, რომელმა ქრისტეს მოწაფემ შემოიტანა ჯვარი, თქვენ მატყუარებოდა. მეორეც ერთი თუ წმინდანინოს ჯვარი არის სიონში და წმინდანინოს ჯვარი არის ჯვრით არის ქრისტიანობა საქართველოში და თბილისში შემოსული, რატო არ გაქვთ ტაძრებზე წმინდანინოს ჯვარი თავზე გუმბათებზე? მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ზიარება ღვთისა და მამისა. სიყვარული ღვთისა და მამისა. და ზიარება სულისა წმინდისა იყოს ყველა თქვენგანთან. ამინი. ჯვარი არ არის ქრისტიანობის სიმბოლო, მეგობრებო, ჯვარი არის ეშმაკის სიმბოლო. დაიმახსოვრეთ, ეგვიპტეშიც და ბაბილონშიც იყო ჯვარი. ჯვარცმული თამუზი ეზეკიას მერვე თავი ნახეთ.